ეს იქნება ძალიან დატვირთული და ძალიან პერფორმანს, ასე ვთქვათ, ვიდეო და სერია ამ მანქანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს დავივლით საქართველოში არსებულ ყველა დინოს. მაშასე მე მგონი მეოთხე სერია დაიწყო. პირველი ვიყავით ნიკა სანიკიძის დინოზე. ნიკა სანიკიძე ჩვენი აუდების, ასე ვთქვათ, მეგობარი, აუდების სერვისის მფლობელი, ვინც ჩვენ პოდკასტში იყო. მას გააჩნია დინო, მივედით, აუდი RS7 რო გადავიღეთ ტესტ-დრაივი, იქაც ვიყავით მაგ დინოზე, ვინც არ იცის იმისთვის ავხსენი ახლა ეს და დავაყენეთ, მოკლედ, პირველად ეს ავტომობილი, შეიძლება ცხოვრებაში, თავის ცხოვრებაში პირველ დინოზე. ეხლა ვიღაცები მცირე ნაწილი, აი 1% შეიძლება არ იყოს, მაგრამ არის ჩვენ აუდიტორიაში ხალხი, ვინც ამბობს, რომ რა საჭიროა 0-ასების ზომვა და რაღაც დინოზე დაყენება და ძალის გაგება. ნუ ჩვენი აზრით, 99%-ის აზრით, აუცილებელი და საჭიროა 0-ასების გაზომვა, 100-ასების გაზომვა და დინოზე დაყენება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას იგებ ავტომობილზე მაგითი და რომ ეს მარტო რკინის გროვა არ არის და მხოლოდ ვიზუალი ავტომოყვარულებისთვის ეგ მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, რომ იმის მიუხედავად რომ მე 7 სერია, მაინც ეს ძრავი გამეტესტა, ასე ვთქვათ და დინოზე დამეყენებინა. დაიწყე. ბიჭო, просто გაბარიტი ათია და რა ხელოვნებაა. ტო ახალ გამოვედით პირდაპირ დინოდან მეგობრებო და ეხლა უნდა გავზომოთ დინოს გაზომების მერე უკვე რეალურად დრაგით გზაზე ჩვენ სახელოვან საერთაშორისო დონის ავტოდრომზე 0-100 და 100-200-ები და შედეგებს განახებთ.
არ მომცა ლანჩი და მაგრა ვიმუქსავეთ. არა, წარტყმა იყო. ნუ 0-100 არ გვივარგა, მაგრამ მოდი ვაცადოთ აბა მე-4 დილით. ნუ მე-4 დილიც არ იქნება, უბრალოდ 100-200. არის 200. 100-200-12-99, ხო, ნუ სტანდარტულად რა. მარტო როზომავდი იყო 4-96 ყველაზე კარგი რაც დავადებინე, ეხა ორი კაცით უკვე მეორე მცდელობაზე 5-2, ხო? 100-12-78, მე-4 დილით 13-1. აბა ჩვენი ქარხნული 453 ცხენი რას იზავს მეგობრებო? არის 20 10-20 12-2 12-23 ორი კაცით ეს არის კარგი შედეგი და თქვენ გარეშე მოკლედ გულმა რო ვერ მომითმინა გავზომე მეგობრებო მარტო როცა ვიყავი და მაშინ ყველაზე კარგი იყო 11 და 7 რა ეხა 0-100-ებიც მე-4 დილიც და კიდევ ერთი 100-200-ის გაზომოთ შეიძლება და ნუ ბევრი ეხა სიმსონზე არ გვინდა აქ ნახეთ რამდენი ხალხია ყველას მოკითხვა და გამარჯობა ვინც ნახავს ამ ვიდეოს და აქ იმყოფებოდით მეგობრებო გესალმებით ყველას აქედან. ბიჭო, გაიხმა, ხო, მაგრამ აი უნდა რა ხერო რომ იწეს კომენტარებში შეშმაკურად, აი რომ მაცდენს რა, რომ კათაუთი და დაუნფაიფი და ისენი გააკეთეო. აი მაცდენს, ეშმაკი შემიჩნდა მოკლედ და არ მაცდის რა. სამ სიგნალზე სინქრონული სტარტი სადღაც 80-დან ორას 19-ზე გავუშვით ეს იყო 12-88 12-88 იყო ამ შემთხვევაში 100-200. ეხა ერთი კიდე შანსი მოკლედ 0-100 მივცემთ, იმედია არ იბუქსავებს და პრინციპში ჩემი აზრით დღევანდელ, ანუ შენ ხო ეხა ხვდები ნამხელა სტრესია ეს მანქანისთვის რა. და ჯერჯერობით ძლებს, ხო? ამ ჯერჯერობით და ტვინი იმიტომ წავიღე, რომ სოფლიოში არის ეგეთი აზრი, რომ ეს არის ერთჯერადი პრეზერვატივი, ანუ ძალიან მალე ფუჭდება რა, აი ძალიან მალე და წეს ამას ვერ უნდა გაუძლოს ამ დატვირთვას. მით უმეტეს როცა ესეთ მდგომარეობაში შევროზეთები გაზდის. 102-97, ანუ 102 არის წყალი, 97 არის ზეთი რა. იდეალურად იჭერს თავს, იდეალურად. ზე იდეალურად. ახან ჩვენ ლანჩი გვაქვს კიდე მოკლედ. აი ესე რა, ესე იგი ის ტყილის გადაღებები ტყილა გავფლანგე რა. ეხა ლანჩს მომცემს. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხა ვიწყებ ჩვენ გაზომებს, გამოვედით დინოდან, აი ესეთი ომახი ჭირდება რა, იმიტომ რომ არა აქვს ვიღაცა ნევროზიან ტიპს, რომელიც დაღლილი მოვიდა სამსახურიდან, მიეც წესიერი ემოდე, აი გაწელე და აი გამოწელე რა. 0-100 მინდა რომ ის 4 და 9-დან ახლოს დავდო, იმიტომ რომ მაყურებელს უნდა ვანახო თორე ახლა შეიძლება რომ არ დამიჯეროს ვიღაცამ და მაგიტო მინდა რა და ჩალიჩობ მაქსიმალურად რა. არის არა მოდი აი ხა ნახე რაღაცა ეთყობა ან გახურდა რაღაცა და მაქსიმალურად ჩაგუდა ლანჩი კი მოგცა არა ნახე 666 ანუ ამას შვება რა ხო და აი შეიძლება ტემპერატურის დაწევა და რაღაცეები ზუსტად აი ამ დროს როცა 5-10 ზაესდი გააკეთე და გარვენი და მე გახურდა აი არ გახურდება როცა ტემპერატურას დაუწევ ალბათ მე ეგრე მგონია
366 მთელი რაღაცა ცხენი პიესი დაწერა სანის დინოზე და 573 570 პლუს ნიუტონი საბურავზე რა. მოკლედ შევთანხმდეთ, ეხლა სანამ შემდეგ დინოზე გადავალთ, რომ ჯობია, ვინც ესე წუნიკ თემაშია და მანქანების გაკეთება გაინტერესებთ და უნდა დამკვიდრდეს ესე, რომ საბურავზე რამდენი აქვს, ძრავზე რამდენი გამოდის ფორმულა ცოტა ძნელი დასათვლელია და 18% არის დაახლოებითი და არა ზუსტი. ასე რომ ყოველთვის ჯობია რომ გადავიდეთ ყველა აი დინოზე ვისთანაც ვიყავი და ვინც წუნერი არის ჩვენთან, ყველა იძახის რომ საბურავზე გადავიდეთ ჯობიას. ცხენის ძალაც და ნიუტონ მეტრიც. 0.58 motorsportში, ანუ ნიკა სანიკიძესთან, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ აუდები და ისეთი მანქანები, რომელსაც აქვს aftermarket კომპიუტერი, Max EQ. სანი ამ ყველაფერს აკეთებს. BMW-ებს არ აკეთებს. და ასევე მაგდინოზე ვანოც ანასტროიკებს თავის Mercedes-ებს ყოველთვის. შემდეგ წავედით უკვე ნოდოსთან GT Performance-ში, რომელიც არის აი ძველი დინო, რომელიც ჩვენ პოდკასტებში სულ არის ხოლმე ნახსენები, ავსტრალიიდან ჩამოიტანეს, ჩამოყვა თავის წუნერიო და ეგ არის მოკლედ ძველებური სტილის დინო, რასაც ახლა მოისმენთ, ნოდო აგვიხსნის მაგას კარგად შემდეგ კადრებში და ნოდოსთან მოკლედ გადავიდეთ და დავაყენოთ დინოზე. რა მაგარია ეს დვაინოლია? კი. მერე ცეპები გაუკეთე? არა, სტოკია ვაფშე. ახლა? მიჩაბუსტე მერე რაღაცა. ყიდი. არ გინდა? არა. Mercedes პანიკარა. ჩემ არის არა, ეს სამწებია, ხო. კაი F30-ია, ხალხო, ვინმეს F30 თუ გინდათ, აგერ კაი 328-ა? 328 X-Drive-ია. 328 X-Drive ზამთრის მაგარი საბურავებით. თოვლში საზანოსოდ მზადაა. თოვლში საზანოსოდ მზადაა. კაი რბილი დისკები აქვს, შეგიძლიათ შეიძინოთ. მოკლედ ახლა მოვედით მეგობრებო GT Performance-ში ნოდარ სვანიძესთან. ნოდოს იცნობთ თქვენ ყველა ისედაც და ჩვენი მაყურებელი პოდკასტიდან, რომელსაც ბევრი ნახვა აქვს და ძალიან მოეწონა ხალხს და უნდოდა რომ კიდე ბევრი გელაპარაკა. ხო, მოკლედ ახლა ნოდოსთანაც გავიგებთ, ეს არის მე მგონი ის დინო, აი გური ჩამდა, აი ავსტრალიელმა რო ჩამოიტანა პირველი დინო საქართველოში. უძველესი. უკვე სულ ზღაფავს, არა კი არა და ეს ამოიჭრება. ყიდი ხო ეხა ამ დინოს? ხო, ყიდი. იდეალურად მაგარი დინო. თვით. მოკლედ ამ დინოზე რაც ისა დავაშკაცებულია მანქანები. როგორია იცი, აი მართლა ძველი არის და ანალოგური დინო არის, ანუ დიჯიტალი არ არის და ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ნუ დღემდე აი ყველა უკვე ამ დინოთი აკეთებს სიტყვაზე შედარებას, იმიტომ რომ ყველა მიჩვეულია ამის ცხენის ძალას, აი ოდითგანვე. და დღესაც ისეთივე ხოძია იდეაში, რაც ადრე იყო და ამ ცხენის ძალას ზუსტად ჩვენებს ერთადერთი ჩვენი მიზეზი რადგან გადავდივართ ახალ სტენდზე, რომელიც უკვე ჩამოტანილია და ალბათ ორ კვირაში იქნება. ორ კვირაში მზად გვექნება 4-4-ზე რა თქმა უნდა და სიმძლავრის შეზღუდვა არა აქ რა 1800 ცხენამდე აქ უკვე ბევრი მანქანა არის რომელიც ჩვენი პროექტი არის რომელსაც ფიზიკურად ვეღარ ვზომავთ სიმძლავრის შეზღუდვის გამო და ნუ პლუს 4-4-იც საჭიროა ნებისმიერ 4-4-ზე ანუ ნებისმიერ კი არა ნებისმიერ კი ბატონო აი ეგ არის ზუსტად ის სტენდი მაგალითად ინსპიროელის ტესტ-დრაივი თუ ნახეთ ჩირონის უბრალოდ ტესტ-დრაივი კი არა დინო მეორე სტენდზე რო წაიყვანეს აი ეგ არის რომ პირველმა რო ვერ გაზომა და მეორე რო გაზომა აი ეგა აჰა ეგ არის ციფრული ახალი ტექნოლოგიური კი ბოლო უახლესი ხო სულ ახალი დამონტაჟდება და კაი ბატონო მე თუ გინდა იქაც გადავზო კი უეჭველი დღეს ახლა რა შეგვიძლია ჩვენ რომ აი აქ შევამოწოთ ჩემანქანაზე დღეს ახლა შევამოწოთ ცხენის ძალას და ნიუტონს ბუნებრივია რამდენი აქვს საბურავზე გადავთვლით დანაკარგის შესაბამისად რამდენი გიწევს ძრავზე და აუცილებლად ნახავთ ყველა რაც აქვს ამ მანქანას სენსორი სულ დატვირთვაზე ვნახავთ როგორ მუშაობს თითოეული ცილინდრი, როგორ მუშაობს საწვავის მიწოდების სისტემა, ეგრეთ წოდებული სმესი, ტურბინების მუშაობას ვნახავთ, გაგრილებას და ყველა კომპონენტს შევამოწმოთ. ეგრეთ წოდებულ ლოგებს კი სრულად დავიღებთ ყველა პარამეტრის. კი ბატონო. და ერთი კითხვა რა მაქვს, იცი? ამ ბოლო დროს ესე მაყურებელში არა, მაგრამ ჩემ სანაცნობოში გაჩნდა ესეთი კითხვა, რომ აი რა ვიცით რომ 18%-ია მაგალითად უკანა წამყვანი შემთხვევაში დანაკარგში. არავინ არის სვეში ძრავი უნდა მოიღო და დააყენო ძრავის სტენდზე. ანუ როგორც ქარხანა აკეთებს. ქარხანა ბუნებრივია დინოზე მაგას არასდროს არ ატრიალებს, ცალკე არის ძრავის სტენდი. ნანახი გექნება ვიდეოები, ტრიალებს
ცალკე ამოღებული ძრავი და პირდაპირ მახავიგზია დაერთებული ამთვლელი სისტემა რა. და ეხლა ჩვენ როგორც ვანგარიშობთ 18%-ს ეგ არის მიღებული თეორიული დანაკარგი. ზუსტ ვერავინ იტყვის და ყველა კოლოფი განსხვავებულია, ყველა ხიდი კარდანი და ძალიან ბევრი ცვლადი მონაცემია, რომელიც ამაში ყველაფერში ფიგურირებს, თუმცა მიახლოებით რომ მიიღო, მაგიტო არის მთავარი ცხენი, ჩვენ ყოველთვის ვდებთ შედეგებს ბორბალს და არა ძრავის ცხენის ძალას რა. და ეგრე არის სწორი მომყარება. ეგრე არის სწორი, ხო, რეალურად შენ გაინტერესებს ბოლოს გზაზე რამდენი გადაიტანე, კოლოფში რამდენი დაიკარგა და ის არ არის მნიშვნელოვანი. შენი საბოლოო შედეგი ის საბურავს რაც გზაზე გადააკ, ეგ არის ზუსტად საბურავის ცხენის ძალა. ანუ ჯობია რომ გადავიდეთ იმ მოდაზე, ასე ვთქვათ, რომ საბურავზე რამდენი ცხენი აქვს ბრატ შენ მანქანას. კი, რაც ამ საქმეში ვართ, იქიდანვე უკვე მოყოლებული სულ მარტო საბურავის ცხენის ძალას, ასე ვთქვათ, დებთ შედეგებად, რომ მიჩვეულია უკვე ხალხიც, რომ will horsepower-ზე იყოს გათვლა. კი ბატონო. აი, მოკლედ ეხლა დავაერთებთ, თუნდაც დაყენებულია მანქანა და ნახავთ ამ დინოზე რამდენს დაწერს და მერე კიდე რაღაცები თუ მოვიფიქრეთ, ნახოთ და ესა, მე ახალ დინოზეც ნახავთ გავტესტოთ რა. всё, დავიწყოთ მოკლედ. საინტერესოა ისე არის მან გაჩნია გაგრილება როგორ გქონდა რა ეხლა кайხანი დაყენებული ყავდა და ის უბერავდა და კარგად კარგად ჩაცივდა და არანაირი ცხილი მყავს ახალი წყალის მსხვილი არანაირი ბუქსაობა არაფერი ანუ პირველივეზე მოეჭიდა და ზუსტი სიმძლავრე აი იდეალური პირობები იყო ეხლა გადასთვის რა ანუ მაქსიმალურად ცივი იყო მანქანა ესე რომ ვთქვა შემშვები ჰაერის ტემპერატურა ზუსტად რო გითხრა რამდენი იყო შემშვების ჰაერის ტემპერატურა ეხავე 30 გრადუსი იყო რომ დავიწყეთ გარბენი ანუ ძალიან კაია დაბალია ამისთვის ნორმალურია და გარბენის ბოლოს იყო 37 ანუ მარტო 7 გრადუსით მოიმატა შემშვები ჰაერის ტემპერატურამ რაც იმას ნიშნავს რომ რადიატორები და გაგრილების სისტემა ხოძია ტურბინის რაც შეეხება ცილინდრებს პატარა ჩავარდნები აქვს რომ იცოდე იდეალურად არიჭერს აალების კუთხეს ეგრეთ წოდებულ დაჟიგანიას კი ბატონო მას შეგიძლია ნახე ეს გადავიღო ლეპტოპში ნახე მე ავიღო აქ თემა არის რომ პირველი ცილინდრი ხანდახან ვარდება ну მეორე ალაგ-ალაგ ზოგი ცილინდრი ვარდება რა ყველაზე კარგად არის აქ თემა ის არის ორ კომპიუტერიანი რო არის მასტერი არის ერთი მხარე რა პასაჟირის და მარტო ანუ გზავრის ხარეს ხედავ მარტო რეალურ დროში და აი აქეთ მხარეზე ყველაზე კარგად არის მეოთხე ცილინდრი რა დანარჩენს პატარა არაფერი საგანგაშო მაგრამ მცირე კორექციები აქვს ტურბინის სისტემასაც შეეხება იდეალურად არის არასად არაფერი არ აპარებს ტურბინებიც ხოძი არის ისე არის როგორც უნდა იყოს სხვა რა მაღალი წნევის насоси იდეალურად მუშაობს ასევე კი ბატონო და ასევე დაბალი წნევის რომელიც ბაკში არის ისიც იდეალურ მდგომარეობაშია ყველაფერი კარგად არის ერთადერთი ალბათ აალების სანთლები რო შეცვალო აი ეს პატარა კორექციები რაც არის სულ ახალი აყენია ბოშ ანუ 1 წლისაა მაქსიმუმ ხო და აი 23-ის მე-9 თვეშაა გამოშვებული რომ ნახეთ უეჭველი შესაძლებელია და უნდა დააყენო NŽK ისე ხო და პლუს თუ დააზაზორებ ეგეც კი იმაში ესენი გასწორდება და ხდება იდეალური კი და ცოტა სიმძლავრეც მოიმატებს ცოტა ბუნებრივია სიმძლავრეც მოიმატებს ეხლა რაღაც ამ რამდენი დაწერა 370 ხო 372 და ეგ გაითვალისწინე რომ კიდე პატარა დანაკარგი გაქვს ამ კორექციების გამო რა დიდი არა მაგრამ მცირე ანუ და შეიძლება მეტიც დავწეროთ კი 385 სადღაც აი რაღაც იგი სოჭების მერე კი NŽK-ს აალების სანთლები პატარა ზაზორებით და იდეალურად დადებს თავის სიმძლავრეს რა. კიდე რა შეიძლება? დანარჩენი ყველაფერი ხოძია. ერთადერთი აალების სანთლები უნდა ახალი რა. ბაბინებიც მოშიაგენ. ბაბინა როგორ აიცი, აი გაწურულზე, მაღალ დატვირთვაზე მისცემს არასწორ აფეთქებას და იგზნობს, ანუ მის ფაერის. ეგ სტეიჯზე უკვე.
ხო, ქარხნულზე ეხა ძლებს вообще არანაირი. სტეიჯერსაც გაუძლებს სავარაუდოდ ხო, სანამ არ გაბუსტავ ვერ მიხვდები, მაგრამ ამ წნევაზე და ამ კონფიგურაციაზე ყველაფერი ყოფნის კი. ალების ანთლების გარდა ყველაფერი ხოძია. 540 ნიუტონის საბურავზე და 372 ცხენის ძალა ასევე საბურავზე რა. ნიუტონის მაქსიმალური მაჩვენებელი აქვს 4200 ბრუნიდან 4800-მდე. ანუ მაგ დიაპაზონში ანუ 658 ნიუტონი გამოვიდა 18%-იან. კი ბატონო. და ცხენი არის 372 ბიჭო 650. უწერია ქარხნულად. 453 ცხენი გამოვიდა 18%-იანზე 372 ცხენი რა. ჩათვალე ქარხნული მონაცემი. ხო, რაც უნდა იყოს კი. ძალიან ახლოს არის ყველაფერი. დასმულია. როგორ არის იცი, ოდნავ მეტიც უნდა გქონდეს, ვიდრე ქარხანა იძახის. ეხა გვაქვს ჩათვალე იდეალურად მიღებული ის რაც ქარხნული მონაცემია, ეგეც ოდნავ გადაცდება ზუსტად ის ალების ანთლები რო შეცვალო რა. და დაწერს ქარხნულზე ცოტა მეც. კი ბატონო. კაი. და პოტენციალი, აი, ოღონდ ნახე, უსაფრთხო ჩვენ ვიცით ყველამ რომ ეს არის კიბო საშინელი ძრავი. გინდათ ერთ სახურავია იყო საერთოდ, მაგრამ ეს ტევ ასე თუ ისე ვითომ ცოტა გამომდგარია, მაგრამ მაინც რა მეც სურვილი მაქვს, ხო იცი? რომ დაუნფაიფი და აი ესეთი სტეიჯი. რომ აი ძრავის მუშაობა საფრთხეა, იმიტომ რომ მინდა რომ ვიარო რა, არ მინდა ჩემი მიზანი არ არის რომ ძალიან სწრაფი გავხდე. ხო, აი ძალიან არა. პროსტა რომ 40, 30, აი რას თვლი შენ უსაფრთხო თუ შეიძლება და რამდენია ეგ უსაფრთხო ცხენის ნამატი? ალბათ 430 საბურავზე შეიძლება ძალიან უსაფრთხოდ მიიღო რა. კი. ისე რომ ნიუტონის შეზღუდო, ზედმეტი ნიუტონის გარეშე ისეთი ლამაზი გრაფიკი შეიძლება დასვა ქარხნულთან მიახლოებული. ძალიან მაგარია უკვე და რა მაინტერესებს კითხვა კიდე ერთი რა თუ შეგვიძლია და როგორ ხდება აქ ანუ ეგ ჩარევა პროგრამული მარტო სპორტზიან სპორტ პლუსზე რო იყოს და კომფორტზე რო იყოს სტოკი ეგეთი რაღაც არსებობს თუ მითია ეგ ეგეთი რაღაც არ არსებობს ანუ აქ არის სპორტს და კომფორტს და ამ რეჟიმებს აქვს რამოდენიმე მეპი ანუ ზოგადად 60-80 პარამეტრი მეპი კორექტირდება რა და ამ რეჟიმებს აქვს მაგდენი სხვაობა არ აქვს. ანუ გაზის პედლის სხვაობა არის, ოდნავ წნევაზე არის სხვაობა და რაღაცები მცირე სხვაობები არის ამ რეჟიმებს შორის. ეგ სხვაობები შეიძლება დატოვო და ანუ კომფორტს და სპორტს და სპორტ პლუს შორის სხვაობები დარჩება, მაგრამ ზოგადი კომფორტ პლუსს მაინც უფრო კარგად ივლის. უფრო კარგად ივლის, იმიტომ რომ არის ესეთი პარამეტრები, რომელიც ამ რეჟიმებისთვის ზოგადია. ანუ იმას რომ მოდიფიცირებას უკეთებ, ყველა რეჟიმისთვის იცვლება გინდა არ გინდა. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება უსაფრთხო რომ აი არ გაფუჭდეს აძრავი რა. აუცილებლად. ძალიან კარგია მომეწონა 420 ანუ საბურავზე პლუს 60 ცხენი მაგარი შედეგია რა. სხვაობა არის საგზნები. ცივი სვეჩების დაყენება შეიძლება ამაზე? აი ეგ სვეჩები რაც გითხარ ეგენი რომ დააყენო დაზაზურებული, მაგაზე მეტი არ გინდა აი იმ ნასტროიკაზე რაზეც ახლა ვლაპარაკობ. всё. ეხა მე დავდივარ რაც გავზომე სტაბილურად 12 ნახევარი 100-200. მაგარი დრო არის. ხო და რამდენზე ჩამოვა ფერე? 10 ნახევარი ალბათ რა. ნახევარი. ხო. ბიჭო მე პროსტა მინდა რომ AOS-ი სტანდარტი S რა არა. ისინი რაღაც სტეიჯზე და დაუნფა, მე მგონი სტეიჯ 2-ზე და დაუნფაიფით დადიან მაღალი 8, დაბალი 9 უეჭველიო. 4-დან 0-ზე იძახი. 4-დან 0 ბიტო. მაგათ მინდა რომ გავასწორდა, როგორ ჩანს შანსი არ მაქვს. არა, შანსი არის, მაგრამ ამ ძრავზე არ გირჩევ. ხო. ერთი გასწრება შეიძლება გმოვა. მერესიო. ხო, ნახოთ შეიძლება. კაი ბატონო, კაი. მოკლედ ეს იყო GT პერფორმანსი, ძალიან დიდი მადლობა ნოდოს და ახალ დინოზეს მე ვესტუმრებით რა. კი ბატონო. 372 ცხენი არ მოველოდი. მithumetes ეს დინო ითვლება რომ ცოტა წერს და რაღაცა და ეხაც ანუ ისევ ამ დინოზეს და იმ დინოზეს ქარხნული შედეგი მივიღეთ რა, ხვდები და ძალიან მიხარია რომ მანქანა არის კარგ ქარხნულ ბრჭყალებში ხოძზე და რავი. მე მგონი სასწე კაია. ნახეთ ნოდოსთან უკვე რა შედეგიც დავდეთ 372 ცხენი, ერთხელ დავატრიალეთ, მე ჯერ მაინც ხარ ამძრავს.
ვინდოფ ასე თუ ისე და მე ჯერ არ იყო საჭირო მithumetes 10-19 თუ 8-19 დაწერა დაახლოებით ვიდრე ვთქვათ სანის დინოზე და ამიტომ ჩემთვის საკმარისი იყო. თავარი რაც უკვე ნოდოს შეუძლია და GT performance არის ის რომ აიღო ლოგები და გვითხრა რა არის და როგორ არის და თავისი მოსაზრება გვირჩია და გამოთქვა ნოდომ. ნოდოსთან შეგიძლიათ. ნოდო უკვე არის მეგობრებო მულტიბრენდული ადამიანი და GT performance არის მულტიბრენდული კომპანია, რომელთან შეგიძლიათ მიხვიდეთ და გააკეთოთ ჩაერიოთ თქვენ მანქანებში ნებისმიერ ბრენდში თითქმის ყველაში რა. ნოდო შეუძლია რომ ყველა მანქანა გააკეთოს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ბრენდით. შემდეგ უკვე გადავედით ABP performance-ში მეგობრებო და მივაკითხეთ ავთოს. დავაყენეთ დინოზე მანქანა და დავიწყეთ გატესტვა. ნუ ნახოთ ახლა უკვე რა შედეგები დავდეთ ABP performance-ის დინოზე. მოვედით ABP performance-ში და ახლა გავიგებთ უკვე რამდენ ცხენს დაწერს, ლოგები როგორი იქნება, ავთო გვეტყვის მაგას და ძალიან საინტერესოა რა ჩემთვის და იმასაც გავიგებთ რა შეგვიძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევხედავთ ახლა ესეც ცოტა სხვანაირი დინოა და აქაც შევხედავთ და გავიგებთ როგორი რა ამბავი იქნება. ახე აი მენა კაი ხმით იქოქება რა. $396 დაწერა საბურავზე. ვა, ეს ყველაზე მეტია. მაგრამ ბიჭო უმატებს და უმატებს მოკლედ რა და 584 საბურავზე ნიუტონი. 18%-იანი დანაკარგი, ხო? ალბათ. ხო, აჰა, აი ეგეც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ეს დაშტამპულად რომ 18%-ია არ ვიცით მოკლედ რა, მაგრამ უხეშად და საშუალოდ ვიღაცას რომ ძალიან აინტერესებს ხოლმე, ესე ამბობენ ხოლმე, მაგრამ ჯობია რომ გადავიდეთ იმ ტრადიციაზე და კულტურაზე, რომ საბურავზე რამდენი ცხენი აქვს ვიცოდეთ. ორჩა. ანუ ესე იგი მანქანა ხვდება რომ ის არის რა, წინა ბორბალი არ ტრია, ნუ ABS-ის სენსორით და იმით რა. და დინოს უქმნის ეგ რამე პრობლემა, ანუ არ ატრიალ. დინო მე ხდება რომ ის და ის ერთმანეთში კავშირში ვერ არის, ბრუნში ვერ ეხება. ხო. მე ცდილობს ლაბორატორი არ აწევებს. და ანუ არ გატესტინებს ასე ვთქვათ რა, ხო რა. მოკლედ მანქანაც ჭკვიანია, დინოც ჭკვიანია და არ გაძლევენ იმის საშუალებას რომ გატესტო რა. ადამერი აქ Mercedes-აც აქვს, მე მგონი, მაგრამ BMW-ს უფრო ისე აქვს. ჭკვიანურად და თავის სახელი ქვია რა, დინო მოუდი აქვს რა და დინო მოუწრთავ ამ BMW-ებზე, ახლებზე. მე უკვე კომუნიკაცია სწორი ხდება ერთმანეთთან და მე გატესტა უკვე რა. უფრო მეტი, კაცო, 402 დაწერა და უფრო მეტი ნიუტონი რა, 600 ნიუტონი დაწერა ბორბალზე და ამ დროს ძრავზე უწერია 650. კარგად არის ყველაფერი ლოგებში, ანუ ჩავარნა რამე, არცად არაფერია. ხო, ამ დეტონაცია. იდეალურია ყველაფერი. აჰა, კი ბატონო. ანუ სვეჩები ნორმალურად მუშაობს. მაგრამ ეხლა მიყენია ბოში და ხო არ ჯობია რომ ენჟიკა დავაყენო. ძალიან ცოტა ნოლაბას ბერავს. ხო. ნოლაბა და აი რა შეიძლება რომ მოვამატოთ, თქვათ რომ უსაფრთხო იყოს რა. ნოლაბა არის მაგივრად 1-3 ბარამდე რო გაზარდო, ხო? უსაფრთხო იქნება რა, stage 1-ის ფარგლებში რაღაცა. მაგრამ მაგროს კატალიზატორები უეჭველი უნდა მოვიღო? არ არის აუცილებელი, შეიძლება იაროს ეგრეც. თუ ხო, არა, ამისი კაია იდეალურად მუშაობს.
იმუშავებს ეგრე რომ გავზარდოთ ბუსტი. კი ბატონო. всё, სამჯერ დავატრიალეთ, მოკლედ პირველი არის 584 ნიუტონი და 396.7 საბურავზე, მეორე დატრიალებაზე ცოტა მოიმატა, 598 გახდა ნიუტონი და 402 საბურავზე ცხენი. მესამე დატრიალება იყო იდეალური და ყველაზე მეტი 608 ნიუტონი საბურავზე და 403 ცხენი ასევე საბურავზე 18%-ზე და რაღაცა არ ყოფთ, იმიტომ რომ არ ვიცით ხიდის, ყარდანი და ყველაფრის მიხედვით ეს სხვადასხვანაირია, მაგრამ ფაქტია რომ ძრავზე ქარხნულად უწერია 453 ცხენი და აშკარად მეტი გამოდის, ხო? ხო. და ნიუტონი ქარხნულად ძრავზე უწერია 650 და ეს აშკარად ბევრად მეტი გამოდის, სადღაც 700-ზე მეტი გამოდის ნიუტონი და 730 ნიუტონი და 480 ცხენი დაახლოებით ABP-ს დინოზე მოკლედ ესეთი შედეგი მივიღეთ რა 0.8 ბარს უბერავს ახლა ტურბინები ქარხნულ მდგომარეობაში ავტოს თქვით 1.3-მდე შეგვიძლია სისტემები გავზარდოთ და სადღაც ალბათ 480 ცხენის მაგრად ავალთ 540-ზე ალბათ ხო ეგრე 550-ზე საბურავზე ესე იგი აქ რო 403 წერია შეგვიძლია მარტივად დავაწერინოთ 450 ცხენი შენიერი შედეგია ჩემი აზრით კატალიზატორები დარჩება და უსაფრთხო იქნება ძრავისთვის რა. რა თქმა უნდა, რეგულარი და პრემიუმი არ უნდა ჩავასხათ, სულ სუპერზე უნდა ვამუშაოთ. სხვადასხვა ამას ბაგზე უწერია, ხო ისა 10% სპირტი შეგიძლიაო. ხო. всё, მოკლედ აი ეს იყო. აჰა, კარგი ჯანსაღი N63-აო, ძალიან მიხარია, როცა ესე აფასებენ ხოლმე ჩემაკას, რომელიც კიბოდ არის აღიარებული რა. აჰა, ძმებო. აი ესეთ მდგომარეობაში აი ხა გავალთ, დავდგებით და შევაჯამებთ ყველაფერს. შეგიძლია მანქანას წონა ხო იცი? კი. 100-ას რო გაზომ, ხო. ფორმულარი მანქანის წონა შეგყავს და აჩქარი გადართვის სიჩქარის გადართვის ის რო არ ჩათვალო დანაკარგი დროის შეგიძლია ჩვეულებრივი ფორმულა მანქანის წონას დროს ამრავლებთ ერთმანეთს და ყოფ და გამოყავს ცხენის ძალა რა. აჰა, რაზე ყოფ? ეგ ზუსტად არ მაქვს ფორმულა გრძელი ფორმულა არის, მაგრამ და გამოყავს ეგრე ზუსტი ცხენის ძალა, ხო? მანქანის წონა თუ იცი და 100-ას გაზომავ, გადართვის სიჩქარის გადართვის დროის დანაკარგი რო არ ჩათვალო რა, უხეშად, ну სადღაც პლუს მინუს 10-20 ცხენის ფარგლებში, ხო, პლუს მინუს შეგიძლია ნახო რა. ნამდვილად ეგ ცხენი აქვს თუ არა. კი ბატონო, საკმარისია მე მგონი აქ რომ შევხედოთ საბურავზე როგორია. დამაკმაყოფილებელია ეგ ცოდნაც ხო და სწორი არის, შენც ეგრე ფიქრობ რომ კი, თავარი შეიძლება თქვა სხვაგან 360 დაწეროს 300, მაგრამ თავარია დინოზე სხვაობა ნახო, შენ რო შეცვლი პროგრამას. კი, იმავე დინოზე რომ დააყენე მეორეჯერ, იქ ნახო სხვაობა. კი, მე მაგას ნახო სხვაობა რა. დაინო ეს Mustang დაინოა ბოლო 2022 წლის მოდელია და განახლებაც ბოლო გვაქვს რა ნაკედი და მაქსიმალურად ხო ადრე იყო ის ადრე გელაპარაკობდნენ რომ Mustang დაინო ყველა სხვადასხვანაირად წერს რა და ეხლა ამ ბოლო განახლებებზე 2020 წლის მერე უკვე ყველა აი Mustang დინოები უკვე წერს როგორც Dyno Jet რა იმიტომ რომ Dyno Jet-ზე ძალიან ასტროიკებია ზუსტად იგივე ცხენი და იგივე ცხენს წერს რა კი ბატონო ანუ აღარ არის რომ არარეალურ ცხენს წერდეს ეს რა ხო რა ეს ეს დინო რო დავაყენებთ განახლება გავუკეთეთ ბოლო იმაზე და შემოვიდნენ კიდე გაასწორეს თავიდან კალიბრაცია გავუკეთეს და ხო და Dyno Jet-ი ამერიკაში რო ვაკეთებ ხო ვაგზავნე პროგრამებს რაც აქ მაგ განაკეთები თქვა და იქ ამოწმებენ მე ადარებენ ხო ერთ და იგივე ცხენს ხო კი ბატონო ერთი ორი ცხენია სხვაობა და ის იმათ დინოები აი სანიკიძეს დანოდ არის ცნობილია რომ ყველაზე ცოტას წერს რა ყველაზე ცოტას წერს ხო Heartbreaker Dynos ეძახიან იმიტომ რომ Heartbreaker გავტეხა ყველაზე ცოტას წერს გასაგებია BMW-ებს აკეთებ ხო BMW და G Series 2012 წლის ზემოთ 2012 წლის მე მხოლოდ BMW-ს სპრენდს სხვას არა სხვას Porsche რამე რომი არაფერს ჯერ არა მაგრამ დავიწყებთ კი გადასვლა ანუ მულტიბრენდულიც გახდები კი მულტიბრენდულიც გავხდები კი ბატონო ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ხარ ეს კი ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვარ და უსთავისკენ ვაპირებთ მალე მალე ზაფხულისკენ უკვე იქით მოგოთ ესე იგი ავტოსთან შეგიძლიათ ABP პერფორმანსში მოხვიდეთ ჯერჯერობით BMW-ები 2012-ის ზევით შემოგთავაზებთ სერვისს და თქვენ ნებაზე მორგებულ ასე ვთქვათ გაკეთებას და დანასტროიკებას მანქანის დიდი მადლობა ავტოს დღევანდელი მასპინძლობისთვის ნახეთ ესე იგი ყველაზე მეტი ცხენი აი ესე დაამგვარად ვა სააბის მოყარლებს გაგახარებთ რომ სააბი ჩამივლის ახლა
სხვადასხვა ანუ რამოდენიმე ათეული მე მგონი სააბი მაინც საქართველოში დადის, გადაადგილდება და ასევე გარკვეული რაოდენობის ხალხი ყავს კომაგებში სააბს. ძალიან საინტერესოა რა. მოკლედ ავტოსთან დავწერეთ ყველაზე მეტი ცხენი, 3 გარბენი გავაკეთეთ, როგორც სტანდარტულად, ახლა თქვენს რომ მიხვიდეთ ნებისმიერ დინოზე, სტანდარტულად 3 გარბენი კეთდება რა. პირველი იყო 396 ცხენი თუ არ ვცდები, მეორე იყო უფრო მეტი 398 და მესამე იყო ყველაზე ასე ვთქვათ შედეგიანი 400 ცხენს ავწდით საბურავზე და ასევე ავწდით 600 ნიუტონ მეტრს საბურავზე. რაც როგორც აი უხეში გადათვლებით გამოვიდა რომ 480 ცხენი ძრავზე და 730 პლუს ნიუტონ მეტრი ძრავზე გამოიმუშავა ABP-ს დინოზე ამ ავტომობილმა. მოდი ახლა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი მეგობრებო. აი ეს სასწაული ძრავი ბჭყალებში სასწაული, რომელიც არის ძალიან მალფუჭებადი, ვერავის ვერ მოვაწონეთ მოკლედ. ყველა საფენიდან ეგრეთ წოდებული პრაკლატკიდან ზეთს უშვებს, ჯერ არაფერი არ მოგვიგوارებია და არ გაგვიკეთებია. ამ პერიოდის განმავლობაში რაც ჩამოვიდა, გავიდა თვე ნახევარი რა. 3 დინოზე იდგა რაც საქართველოშია. ჯამში ამ დინოებზე გააკეთა 11 თუ 12 გარბენი და დინოზე როცა დგება ავტომობილი და დაბალი ბრუნდან ერთი სიჩქარიდან, ანუ მეხუთე სიჩქარიდან ძირითადად ბოლომდე იწურება, ძალიან დიდ დატვირთვას განიცდის ზოგადად ძრავი და მისი შიდა კომპონენტები რა. ამ ყველაფერს გაუძლო. ასევე ერთი სახელოვანი ახალი ტრეკი რო გვაქვს. ნუ ახალი რა დიდი ხნის, მაგრამ იქ გაუძლო ძალიან ბევრ გარბენს 50 პლუს გარბენს გაუძლოს სხვადასხვა დღეებში რა და თუ და ჯერჯერობით ძლებს ასე რომ ის რომ არავის არ ვეუბნები და არავის არ ურჩევ ისევ რომ ეზრავი შეიძინოს არა რა თქმა უნდა თავი შეიკავოთ იმიტომ რომ თელმა მსოფლიო თქვა რომ ნუ პირველ თეთრ სახურავიან და ერთ კომპიუტერიანთან შედარებით გაუმჯობესება არისო მაგრამ მაინც პრობლემატურ ძრავებად რჩებაო. ნუ ჩემს შემთხვევაში მე შემიძლია თქვა რომ გამივართლა და ჯერჯერობით აი ესე ხედავთ რომ ყველაფერი კარგად არის, ცოტა ხანში მივალთ სულავასთან და გავაკეთებთ ამ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. და რის თქმა მინდა რა. მთავარია კარგი საწვავი, კარგი ზეთი და შესაბამისი ასე ვთქვათ, ცოდნა როგორ მოუვარო და იდიოტურად რო არ გადაახურო რა. ამ ხელა დატვირთვებს ესეთ მდგომარეობაში გაუძლო, რაც მიხარია. კიდევ ერთი კარგი ამბავი, რაც წინა სერიაში არ მithქვია, არის ის რომ თურმე იქ ერთი ჩანაწერი რო იყო რა, რო ამოვიღეთ BMW ცენტრიდან ამ მონაწერი სერვის ისტორიის. იქ იყო ერთი, ასე ვთქვათ, ივენთი, ანუ შემთხვევა, რომ ამ მანქანის პატრონმა ამერიკაში გაიარა წყალში, მე მგონი თქვით ხო წინა სერიაში, მე მგონი შევა, არ მithქვია, მაგრამ ნუ გავიმეორებ ამ მომენტში რა. გაიარა წყალში, მანქანა ჩაქვრა და ნუ შემდეგ წერია რომ თერმოსტატი, პომპა, პრაკლატკები რაღაცეები შეიცვალა მოკლედ რა და გული დამწყდა რომ არ ეწერა მაგალითად ეგრეთ წოდებული კლადიშის part number-ი რომ ისიც შეცვლი ყოფილიყო. მაგრამ იქ ეწერა ერთი part number-ი რომელიც მაშინ არ გადავამოწმე და მე გადავამოწმე და თუმე რა ყოფილა ეს part number-ი რომ ესეთი კოდი აღმოჩნდა რომ დავგუგლე $27,000-იანი ნაწილი რა და მეთქი რა არის $27,000-იანი ნაწილი და აღმოჩნდა მეგობრებო short block-ი რომელიც ყველა მწარმოებელში თითქმის იგულისხმება რომ არის ეგრეთ წოდებული ნიზი გალოკების გარეშე ნიზი პორშინებით და კლადიშებით და რაც ნიზს შეეხება ყველაფერი აქ მაგრამ არა თქვათ ზედა გალოკები და ასე შემდეგ არაფერი არ მოყვება მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ის part number-ი რაც მე მეწერა იმ სერვისში ნიშნავდა იმას რომ ძრავი მთლიანად 2017-ში 30,000 კილომეტრზე ამ მანქანას შეუცვალეს და გამიხარდა ეგ ამბავი ძალიან. ანუ ამ ძრავს ახლა რაც აქ დგას, აქ 130,000 კილომეტრი გავლილი და არის უკვე 2025 წელია და გამოვიდა 8 წლის და არა 11 წლის და 160,000 პლუს კილომეტრით. აი ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეგეც არის, რომ ესე კარგ მდგომარეობაშია. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. ეხლა მე ამას უნდა მოუგვარო ის პრობლემები რაც აქვს და გავაგრძელო ამის ესეთი ექსპლუატაცია რა. სხვა ყველაფერს აბსოლუტურად რაც იქნება სიახლე, გაგაგებინებთ რა თქმა უნდა. რაც მოახერხე ამ ეტაპზე იყო ის რომ დაუდექით ესეთივე
მეექვსე სერიას ესეთივე ძრავზე და თითქმის კი არა, თანაბრად დავდივარ და ძალიან მაღალ სიჩქარეზე ცოტა ხანმე გავდივარ, ხან მეექვსე სერია გადის. დაუდექი, ჩემთვის ესე იგი ყველაზე საინტერესო რაც იყო, აი რაც ეხა მოვძებნე, მოვიძიე უცებ 2020 წლიან E53 AMG-ს, E-Class E53 AMG-ს, რომელსაც აქვს 429 ცხენი ზალა, 520 ნიუტონმეტრი, ელექტრობუსტის დახმარებით, ასე ვთქვათ და რომელიც 150 კილოთი მსუბუქია ამ ჩემ ავტომობილზე დაახლოებით. ამ E-Class-თან გარბენებს თქვენ აი ეხლა უყურებთ, თუმცა Mercedes-მა ამ შემთხვევაშიც გვიმტყუნა იქიდან გამომდინარე, ნუ ეხლა აი ვღადავ Mercedes ბრალი არ იყო იქ Apple CarPlay იყო დაკავშირებული და იმის გამო ვიდეო კი გადავიღეთ, მაგრამ ამ კავშირის გამო ხმა არ ჩაიწერა 2012-ის ზაფხულში ჩაშვებული წარმოებაში ამ ძრავით და ამ ცხენებით Baby AMG-ს E53-ს უდგება თანაბრად შემიძლია ვთქვა რა. კი, ის AMG სტაბილურად დაბალ 12-ში, მაღალ 11-ში დადის 100-200-ს, მაგრამ აი რეალურად როცა ერთმანეთს დაუდექით, ხან მე ვერ ჩავაჭირე შეიძლება დროულად და სწორად, ხან Mercedes-მა ვერ ჩავაჭირე სწორად, მაინც თანაბრად დავდივართ. კი, ვაღიარებ, რომ ამ წონის, იმიტომ რომ ახალია, უფრო კარგი კოლოფი უყენია, უფრო სწრაფად რთავს ჯერჯერობით, თუმცა ამაზეც არის ვარიანტი, რომ ესეც ავაჩქაროთ და მაგას შემდეგ სერიებში ვნახავთ. მოკლედ, ცოტათი აი იმის მიუხედავად, რომ კადრებში ჩანს, რომ ერთ მომენტში მე გავდივარ ერთ დადგომაზე, ერთ მომენტში ის გადის რა. ვაღიარებ, რომ კი ბატონო, ესეთ რაგის გაზომებით უფრო ჩქარია, მაგრამ მაინც მიხარია, იმიტომ რომ აი ეგეთ მანქანას რომ ესე თანაბრად უდგება ამ ხელა, ასე ვთქვათ, კარეტა, ძალიან ასწორებს. ჩვენი გადაცემის სპონსორია სპორტულ საინფორმაციო პორტალი Kroco.G, რომელზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაესწროთ უახლეს სპორტულ საინფორმაციო ამბებს. მოკლედ მეგობრებო, ეხა გვიღამდება ლოკაციის შეცვლა მოგვიწია, იმიტომ რომ შვენიერ ადგილზე ვიყავით როგორც წინა სერიაში, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო, ნუ აი ფურცელზე დაწერილი მიზეზებით შეიძლება ვთქვათ, რომ ხო, ეგრე არის, მაგრამ ნუ სისულელე ორი ადამიანი დგავა და ორივე იდეალურად ვაკონტროლებთ უსაფრთხოების ნორმებს. აი ხა ხო ხედავთ როგორ დგავართ, მანქანები გადაადგილდებიან, მაგრამ კონტროლის ქვეშ არის ეს ყველაფერი, რომ ეგრე შეიძლება ქუჩაში გაიარო და რაღაცა თავში დაგეცეს აგური, შენობიდან გადმოვარდები, მაგრამ ნუ რაღაცა სულელური მიზეზის გამო მადლობა. აი რატო არის ძნელი YouTube-ი, როცა ესე გარეთ დადიხარ? იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში რაღაცა ვიღაცა შეიძლება მოვიდეს, ეს პოლიცია იქნება, რაღაცა ამ ღობის იქით ტერიტორიის ფლობელი და გითხრას აი უაზრო მიზეზით, აქ ნუ დგახარ ძმაო, გეხვეწები რა გადაიწიე და რაღაცა. ამ დროს აი თან ვერ ხვდებიან, აი რატო უნდა გადაიწიო, რას უშლი, აი საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავთ, ეხლა ეგრე არის, ხო? ამ მანქანის და ფონის გარდა, ხო? აი სად გავარ კაცშვილი ვერ მიხვდება, მაგრამ ტიპი მაგრენი ხო არ იცის, დაჟე კადრშიც რო ჩაახედო, მაინც არ აინტერესებს, რა იმას გონია რომ რაღაცა მოხდება. აჰა, ორმა რუზავიკმა ჩამოიარა ეხა, მაგრამ არაფერი, რავი, რატო უნდა შემოსულიყო ეხა ეს ტვირთ ამწეო თუ რა ქვია ამას ქართულად არ ვიცი, გრუზავიკი, ეხა აქ 60-ით და რატო უნდა გაეტანა ჩვენი ოპერატორი. ხდება ეგეთი რაღაცეები მომხრა რა კაცობრიობის ისტორიაში? კი ბატონო, მომხრარა, მაგრამ ნუ არ ვიცი ეხა მე მგონია რომ არ მოხდება. მოხდები? რას ლაპარაკობ? ჩემი ოპერატორიც მეთანხმება და თან მე აქედან ვაკონტროლებ და თუ რამე ვეტყვი და გაიქცევა, ის იქიდან მაკონტროლებს, იქიდან თუ აი გზის სავალ ნაწილზე არ ვდგავართ, მაგრამ ვიღაცას რომ მოუწყდეს, მეტყვის რომ გავიწევი და ეგ რისკები ეხა ყოველთვის არსებობს. აი ქუჩაში რომ შენს გადაადგილდები და სახში რომ ან ტელეფონში რომ უყურებ, ეხა სადმე სადაც არ უნდა იყო. ნებისმიერი რაღაც შეიძლება მოხდეს მაგ ლოგიკით რა. მოკლედ ლოკაციის ცვლილება გვიწევს ხოლმე იდიოტური მიზეზები და ამიტომ ძნელი არის გადაღებები გარეთ რა. ხო, მოკლედ ეხა შე რო შევაჯამოთ. დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად. ამ ვიდეოში თქვენ ნახეთ 3 ავტო ტუნერი საქართველოში მოღვაწე. ნიკა სანიკიძე, 058 მოტოსპორტი, ნოდარ სვანიძე GT პერფორმანსი და ABP ავტო ბუტეიშვილი. სამივე ძალიან დიდი მადლობა. გითხარით სამივე როგორ მუშაობს, ავტო მხოლოდ BMW-ებზე, ნოდო მულტიბრენდულია და ყველაფერს აკეთებს. სანიკიძე აკეთებს ასე ვთქვათ აუდებს და იმ კომპიუტერ მაქსეკუზე ნებისმიერ მანქანას, თავარია რომ მაქსეკუ იყოს. ასევე პოდკასტებში ვინც თუ არ იმყავდა მეგობრებო, ხა კონკრეტულად BMW-ზე რო ლაპარაკობ, მაგიტო საუბრობ ხა ამ თემაზე რა და ნიკა სანიკიძეს დინუ აქვს და მაგიტო მოგვიწია ასე ვთქვათ მასთან მისვლა. დანარჩენი ხა პოდკასტებში იცით ყველამ თქვენ ყველა ვინც კი შესაძლებელია რომ მოვიწვიოთ
მოვყავს, მაქსიმალურად ყველა საშუალებას ვაძლევთ დროს უთმობთ და ძალიან გვიხარია ხოლმე კომუნიკაცია ყველასთან. ჩვენ ამ ვიდეოში ვისთანაც ვიყავით აბსოლუტურად მეგობრებო. ყველას გირჩევთ, ყველას უწევ უმაღლესი დონის რეკომენდაციას. საბედნიეროდ დღეს მივედით იქამდე, რომ განვითარდა ჩვენთან საქართველოში აი ეს სფერო ისე, რომ თამამად შემიძლია მეგობრებო, ერთნაირად გირჩევთ ყველა. აბსოლუტურად ყველა რა. ავთოც ძალიან მაგარია, ნოდოც ძალიან მაგარია. 058 motorsport-იც ძალიან მაგარია თავის თემაში. One-Oit-ში ძალიან მაგარია, მაჩიტა ძალიან მაგარია და აი ყველა რა, ვინმე რო არ გამომჩეს, ეხლა ვინ ყავდა კიდე წუნერი. ხო, მოკლედ რა, ყველას ძალიან დიდი რეკომენდაცია ჩემი მხრიდან და ყველას ძალიან დიდი მადლობა, განსაკუთრებით ვინც ამ ვიდეოში იყო, ვინც დაგვითმო თავის დინო, დაგვითმო თავის სივრცე და დრო და ესე მოგვეხმარა ამ ვიდეოს გადაღებაში. მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა და რაც თავარია რა, აი განსხვავება ერთ მანქანაზე, ერთი და იგივე საწვავი მესხა, ერთი და იგივე ბრენდის მივედი სამ სხვადასხვა დინოზე და რაღაც ცხოვრებები მოგცა. მაგას მეგობრებო, გადამწყვეტი ესეთი ავტომ როგორც თქვა რა, გადამწყვეტი ესეთი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ შენ მაგალითად სტოკი მანქანით მიხვედი, ერთთან მეორესთან თუ მესამესთან, იმ დინოზე დააყენე, გაიგეთ სტოკში რა მონაცემები დაწერა, მერე ჩაერიეთ, რაღაცა გააუმჯობესეთ და იგივე დინოზე ხო მოგცემ ცხოვრებას. აქ უკვე გასაგებია ხო ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ყველა სხვადასხვა პრინციპით მუშაობს ეს დინოები რა და სივრცეს გააჩნია, ვინ როგორ სივრცეშია, ვის როგორი დაბერო აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი რომ შედეგი რა მოემატა თქვენ მანქანას კონკრეტული ჩარევის შემდეგ, ამას ყოველთვის გაიგებთ, ყველა უმაღლესი დონის პროფესიონალია და ყველას რა თქმა უნდა გირჩევთ. მოკლედ ეს მანქანა რო გაკეთდება, მერე რაღაცას ჩავერევით და რაღაცას გავაკეთებთ და ასევე ამ თემით ისევ დაგიბრუნდები და იმ მანქანებს კიდე გავუტესტავთ. დღეს მე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ Kroko.gr სპორტულ საინფორმაციო პორტალს. ამ სერიას ესე დავამთავრებთ. აუცილებლად მნიშვნელოვანია რომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწეროთ არხი, არ დაგავიწყდეთ. დალაიქეთ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, კომენტარებით დატოვეთ, რა გაინტერესებთ და რა შეფასებას გააკეთებდით. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, კარგად.